Ამ წუთებში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია იმართება თბილისში კანცელარიასთანაც. მთავრობის ხდომის პარალელურად შეკრებილები უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ და ხელისუფლების რეპრესიებს აპროტესტებენ. ჟურნალისტის კოლეგები ამაღლობელის დაკავებასთან შემხებლობაში მყოფი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ. ჩვენი ჟურნალისტი ნინა მაჩაბელი იმყოფება ახლა აქციაზე, რომელიც უკვე იწყება, შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს რა მოთხოვნები აქვთ ჟურნალისტებს. თქვენ ხედავთ ამ წუთებში საქართველოს მთავრობის შენობასთან, სადაც არალეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის ხდომა მიმდინარეობს, მოსულები არიან ჩვენი კოლეგები, მზია ამაღლობელის თანამშრომლები და მეგობრები, ჟურნალისტები, რომლებიც აქ მიმართავენ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, იქიდან გამომდინარე, რომ ის არასდროს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა, ის საქართველოში იბრძოდა და იბრძვის თავისუფლებისთვის. გელამ თილიშვილი მიმართავდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს, მაგრამ ახლა სხვა კოლეგები მიმართავენ. მე შევეცდები გელამ თილიშვილს პირდაპირ ეთერში გავესაუბრო. გელა, მოვუწოდებთ სპეციალურ სამსახურს, მანამდე სანამ ჩვენ კი გვაქვს საშუალება გელამ თილიშვილს პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. გელა, მზია ამაღლობელის თქვენს და ჩვენს ერთ-ერთი სფერო ვართ, რომლებიც თავისუფლებისთვის ამ ქვეყანაში ვიბრძვით და განსაკუთრებული წვლილი აქვს მზია ამაღლობელს. დღეს აქ ხართ მოსული, არალეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის ხდომა იმართებოდა და მიმართავდით მათ. რას ეუბნებით პირველ რიგში ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რატომ უნდა იყოს მზია ამაღლობელი ახლა გარეთ და არა იმ რეპრესიების მსხვერპლი, რომელიც დღეს არის და რომელსაც ყველა კარგად ხედავს. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა, რომ სამწუხაროდ ძალაუფლება არის ქართული ოცნების მთავრობის ხელში. შესაბამისად ჩვენ აქ მოვედით დღეს პირველივე სხდომისთანავე მზიას დაპატიმრების შემდეგ და ვითხოვთ და მოვუწოდებთ მათ და გვინდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ციხიდან. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ მის პატიმრობას, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნე და ახლაც ვიმეორებ, მზია არის დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლი, ნებისმიერი ჩვენგანი ასეთ სტრესულ, მძიმე ემოციურ საფრთხის, უკიდურესად საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მზიას მდგომარეობაში. ყველა შეკრებაზე, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა გადაწყვეტს, პარლამენტი იქნება, ეს მთავრობა იქნება, ხელისუფლება, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ, ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ აქ არ ვდგავართ ჟურნალისტები, რომლებიც რომელიმე ხელისუფლების პირობებში და ყოფნის პერიოდში ჩუმად უყოფილვართ. ყველა ხელისუფლების დროს ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ეს გაგრძელდება, როგორი რუსული რეჟიმიც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი. თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა თქვენ. მადლობა. გელამ თილიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბუნებრივია, ბრძოლას გააგრძელებენ მზია ამაღლობელის კოლეგები და სხვა ჟურნალისტებიც, მისი მეგობრებიც. აქ არიან ასევე ჟურნალისტებთან ერთად მოსული მოქალაქეები, თუმცა ვიდრე მათთან გადავალ კითხვით და მათ გავესაუბრები, რატომ არიან დღეს აქ აქციაზე. ნინია კაკაბაძეა, ის უნდა ჩავერთო პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოხვედით. თქვენ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს მივართეთ სიტყვით, რომ მზია უნდა გაათავისუფლოს ბრულად, იმიტომ რომ არასოდეს ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ლობისტი არ ყოფილა. ის ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძოდა სულ. რა გაქვთ სათქმელი იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც დღეს ძალაუფლება აქვს ხელში? მათთვის მაქვს სათქმელი, რომ პირველ რიგში დასაჯონ ის დამნაშავეები, რომელთაც იძალადეს ჟურნალისტებზე და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ახლა დღეს ჟურნალისტები ვართ აქ შეკრებილები, 50-ზე მეტი, 55-ზე მეტი ჟურნალისტი არის დაშავებული ფიზიკურად უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში და არც ერთი დამნაშავე არ არის დასჯილი, გამოვლენილიც კი არ არის და ციხეში ზის მზია ამაღლობელი, რომელიც არის სიმბოლო მართლაც არანორმალური, არ ვიცი, ასეთი პროფესიონალები სულ რამდენიმე ყავს ჩვენ ქვეყანაში, პროფესიონალიზმის, ეთიკური ჟურნალისტიკის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის. ეს არის და მათი ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო, რომ სწორედ აი ასეთი ჟურნალისტი უნდა დაეთხოვებინათ, რომელიც არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული, არამედ ყოველთვის იყო სამაგალითოდ დამოუკიდებელი, ობიექტური და პროფესიონალი.
მადლობა ნინია კაკალაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში თქვენს უნდა გკითხოთ აუცილებლად ჟურნალისტებზე თავდასხმებს ჩვენ ვუყურებთ წლებია მაგრამ ძირითად შემთხვევებში და საუბარია უმრავლეს შემთხვევაში არასოდეს თავდამსხმელები არ ისჯებიან ხოლმე მაგრამ ნახეთ სამაგალითოდ დასჯილი მზია ამაღლობელი რომელიც ამ ქვეყანაში მუდმივად დემოკრატიისთვის იბრძოდა და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის რას ცდილობს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება დღეს მზიას დასჯით ისინი ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, რომ ჯერ ერთი რომ ვითომ თავის საკუთარი პოლიციელის, რომელსაც მე პოლიციას ვერ უწოდებდი, იმიტომ რომ პოლიციელი ზოგადად კარგი სიტყვაა. ანუ ვითომ შეურაცხყოფას არ შეარჩენენ, განან მყარად არიან გაუტეხლები და შემდეგ რაღაცნაირად ძალის გამოსხივება უნდათ და მეორე მთავარი მიზანი რაც არის ის რომ მათ სურთ მედიის დაშინება ზოგადად, არა მარტო მედიის, ზოგადად თავისუფალი სიტყვის გაჩუმება, მოქალაქეების დაშინება, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ აი ჩვენ შეგვიძლია 7 წლით გაგიშვათ ციხეში იმის გამო რომ ჩვენ გაგინებთ, ჩვენ გცემთ, ჩვენ შეურაცხყოფას მოგაყენებთ და თუ თქვენ ალიყურს შემოგვიბრუნებთ, ჩვენ გაგიშვებთ 7 წლით ციხეში. აი ეს უნდათ დაშინება, ტერორი ეს არის მათი მიზანი. მადლობა პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ მზია ამაღლობელის კოლეგებს აქ საქართველოს მთავრობის შენობასთან ჟურნალისტები არიან მოსულები, მოქალაქეები არიან მოსულები და მინდა გაჩვენოთ რა ხდება პერიმეტრზე რამდენიმე სამმართველოს უფროსია საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილიც ადგილზე იმყოფება და თქვენ ხედავთ პოლიციელებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს რომლებიც არიან განლაგებულები ორ ნაწილად პირველი ნაწილი უშუალოდ აქციის მონაწილეებთან არის აქ წკრივში განლაგებულები არიან მეორე ნაწილი კი უშუალოდ შენობის შესასვლელში არის საპოლიციო ძალები განლაგებული და ესე აკონტროლებენ პერიმეტრს სადაც რა თქმა უნდა აქციის მონაწილეებს აი ამ შუა ნაწილში არ უშვებენ გოგა მემანიშვილი უშუალოდ აქ ადევნებს ვითარებას თვალყურს და ის არის გადაწყვეტილებების მიმღები ამ ტერიტორიაზე აქ ასევე სხვა ადამიანებიც იმყოფებიან და ბუნებრივია მათაც გავესაუბრები ახლა პირდაპირ ეთერში აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი პოზიციის შესახებ მზია ამაღლობელი ზის ახლა არის ოცნების თვე როდესაც ამდენი ხანია მზია ამაღლობელი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. რა უნდა უთხრათ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წუთებში მთავრობის ხდომას მართავენ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, შეცვალა ნახვკვეთი ღონისძიება, იმიტომ რომ ის უსამართლოდ ის ციხეში. დაუსაბუთებელია მისი პატიმრობა, ის ისჯება მარტო თავის პროფესიული საქმიანობის გამო და იმის გამო, რომ ყველა რეჟიმის პირობებში იცავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის გამო დემონსტრაციულად დასაჯეს მზია ამაღლობელი და უნდათ რომ დაატოვონ პატიმრობა. და ეს ვერ მოხდება ასე და ვერ გაგრძელდება ასე მზია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების საკითხთან დაკავშირებით. პარასკევს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება მიიღებდა თუ არა მზია ამაღლობელის საქმეს წარმოებაში. დღესაც არის მოლოდინი რომ შესაძლოა დღეს თქვან მიიღებენ თუ არა. რა პოზიცია გაქვთ თქვენ და რას ელოდებით სააპელაციო სასამართლოს? ვადები დაირღვა, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ და გავიგოთ და როგორ და წავიკითხოთ, ველოდით რომ გუშინ გვეცოდინებოდა დასაშვებების საკითხი. არ ვიცი, გონი თუ შერჩათ, სააპელაციომ გამოასწოროს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომა, როცა მზია გაუშვა პატიმრობაში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია, იმიტომ რომ ის არცეთ არ მიიმალება და ვერაფერს ვერ გაანადგურებს და ეს იცის ყველამ და ხელის შემოქმნების გამო შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელმაც ნახა არაერთი ძალადობა და მცირება, თავად პოლიციელი მას აგინებდა, ციხეში არ უნდა იქნეს გაშვებული და ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. კი ბატონო, პოლიციელი შეურაცხყოფა ადმინისტრაციული დანაშაული. ამას ხვდება ყველა, მთელი საქართველო და მიხვდებიან ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ უნდა გამოუშვა. ასე ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. მადლობა პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენდით მზია ამაღლობელის მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც აქ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მართავენ აქციას, აქ ადგილზე კი ასევე აქციის პარალელურად მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ის რაც შეურაცხყოფილმა მზია ამაღლობელმა ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც წლებია ქვეყანაში თავისუფლებისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის, არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და ეს უნდა გაიგონ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელმა თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს ასეთი აქციის მონაწილეებისას.